რუსთავში შიდა საუბნო, დასასვენებელი და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს. თორდიას ქუჩაზე დაგეგმილი საზოგადოებრივი სივრცის პროექტი ნინო ლაცაბიძემ, რუსთავის დელეგატმა და საკრებულოს თავმჯდომარემ მოინახულეს. პროექტით გათვალისწინებულია საფეხმავლო ბილიკების, დეკორატიული ფილების, გარე განათებებისა და სარწყავის სისტემების მოწყობა. დაირღვება 200-მდე ხელმცენარე, განხორციელდება არსებული სპორტული მოედნების სრული რეაბილიტაცია. ანალოგიური სამუშაოები რუსთავში 6 სხვადასხვა მისამართზე ერთდროულად მიმდინარეობს. ნებისმიერი პროექტის განხორციელებამდე ვხვდებით მოსახლეობას, მათთან ერთად გავდივართ პროექტის დეტალებს. დღეს ამ ტიპის შეხვედრა გვქონდა, სადაც მოვისმინეთ გარკვეული რეკომენდაციები და მერიის გუნდი ძალიან მალე აღნიშნულ ტერიტორიაზე დავიწყებთ შიდა საუბნოს სივრცის მოწყობა, სადაც განთავსდება როგორც ახალი სტადიონი, ასევე იქნება მწვანე რეკრეაციული სივრცე. დღევანდელი ჩვენი შეხვედრის მიზანი ამ უბანში სწორედ ის იყო, რომ მოსახლეობისთვის გაგვეცნო ის პროექტი, რომელიც აქ განხორციელდება და რომელიც წლის ბოლოს მათ საშუალებას მისცემს, რომ ჰქონდეთ თანამედროვე სპორტული რეკრეაციული სივრცე. ძალიან ვიხარია, ყველა მოსუხარია, რომ ისა გვიკეთებენ და ყველა დაერთობა პარტის ჭაი არის, ნახე პროექტი, მომეწონა.